და წმინდისა იოანე წინასწარმხედველისათა, რომელთაც ახსენებასაც აღვასრულეთ ჩვენ დღეს, წმინდათა და მართა და მშობელთა ღვთისა და იოაკიმნარ და ყოველთა წმინდათა შეგვიწყალეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახიერად და კაცმოყვარე. შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ. სახელით მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისა და ჩვენთან არის. მოგილოცავ დღევანდელ დღეს წმინდა საიდუმლო სერობის დაწესების დღეს. საოცარია მართლაც უდიდესი სასწაული, რომელიც მართლმადიდებულ სამყაროს კვებავს, როგორც სულიერად, ისე მატერიალურად. ეს არის მაცხოვრის მიერ დაწესებული უდიდესი საიდუმლო ზიარებისა. როგორც თქვენ სახარებიდან მოისმინეთ, ქრისტეს კურთხევით ორი გარდაიქმნა ხორცად და ღვინო გარდაიქმნა სისხლად. და ამბობს უფალი ბრძანებს, რომ მიიღეთ და სჭამეთ, ესე არის ხორცი ჩემი და მიიღეთ და სვით ამისგან, ესე არის სისხლი ჩემი. ეს რას ნიშნავს? მართლაც ამ უდიდესი სასწაულის მითხრევა და მასთან ზიარება, თუ ჩვენ სწორად გავიაზრებთ სულიერად, არავინ არ აღისხმის. არავინ იმდენად დიდი სიწმინდეა. ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვემთხვევით. უდიდესი სიწმინდე. თუ ჩაუღრმავდებით ჩვენ თავს, მიღება კი არა, შეხედვაც კი არა გვაქვს უფლება, რომ შევხედოთ და დავინახოთ ეს ქრისტეს სისხლი და ხორცი. და იმდენად მოწყალია უფალი, რომ სწორედ მის მიმდევრებს მისცა ეს სიწმინდე, ხორცი და სისხლი. მაგრამ აქაც ისმის კითხვა, ნუ თუ ყველა თანაბრად მიიღებს ამ სისხლსა და ხორცს, არა, ვინც ღირსია, ის გაძლიერდება. მაშინ სული წმინდა დამკვიდრდება. ხოლო უღირსთათვის, როგორც ჩვენ კათოლიკებიდან ვიცით, არის ნაკვერშხალი, რომელიც წვავს ადამიანს. ფიზიკურად კი არ უნდა გავიგოთ ეს დაწვა. მის სინდისსა და ნამუსს წვავს, რომელიც მერე გარჩევის უნარს კარგავს. ვერ გაარჩევს კეთილს გოროტისაგან. ძალიან ბევრს გაუბრალებული აქვს ეს ზიარება. ძალიან ბევრი არ იკვლევს რა ხდება. ან ძალიან ბევრი თავის თავში ვერ ხედავს ცოდვებს. თუ წრფელად არ ვაღიარეთ მოძღვრის წინაშე ჩვენი ცოდვები, ჩვენ უღირსად ვეზიარებთ და დამწველია ის ჩვენთვის. ხოლო მათ, ვინც ღირსეულად ეზიარება, არის ძალა ღვთისა. სული წმინდა მკვიდრდება ასეთ ადამიანში. და მადლობა უფალს, აი საუკუნეების განმავლობაში ეს საიდუმლოება აღესრულება და ასე სულიერად ვიზრდებით ჩვენ. სულიერის საზრდოა, უპირველესი საზრდო. როცა ჩვენ ღებულობთ სისხლსა და ხორცს, არის აღმასებელი ნაკლოვანებების. უნაკლო ადამიანი არ არსებობს, ხო? როგორ დავით მეფსალმუნე ბრძანებს, არა არის კაცი, რომელიც მან არას ცოდოს. ყოველი ადამიანი ცოდვილია, ყოველი კაცი ცუას. აქედან გამომდინარე, აი მარტო სიწყფოებას იწირავს უფალი. ძალიან ცოდვილი შეიძლება ვიყოთ, თუ წრფელად ვაღიარეთ სინანული მოძღვრის წინაშე, აი ამასაც პატიოს უფალი. აი თუ გადავხედავთ წმინდათა ცხოვრებას, აი მარიამ მეგვტერის ცხოვრება თქვენ კარგად იცით. უდიდესმა სინანულმა განაპირობა ის, რომ სასწაულთ მოქმედი შეიქმნა. ბიბლიიდან საუბრობდა, სული წმინდა დამკვიდრდა მაშინ. მან თავისი ღვაწლით, თავისი ბინძურით, უწმინდური სხეული გახადა წმინდა, როგორც წმინდა ტაძარი და დამკვიდრდა სული წმინდა. მას შეეძლო მდინარეს როგორც ხმელეთზე ესე გაევლო. ის ლოცვის დროს ზეცად აღიწეოდა. აი წარმოიდგინე, რა შეუძლია ჭეშმარიტ სინანულს, ავაზაკი პირველი შევიდა სასუფეველში. ძალიან ბევრი წმინდანი იყო, ცოდვილი წმინდანი. ეს რატო დაუშვა უფალმა, რომ ჩვენ ამით გვასწავლის, რომ ხელი არ ჩაიქნიოთ. სასოწარკვეთილებას არ მიეცეთ. გამოსწორება ყოველთვის შეიძლება. თუ კი უფალი ჩვენ სიცოცხლეს გვიხანგრძლივებს,
ჩვენ შეგვიძლია აი ამ გახანგრძლივების სიცოცხლეში სინანული მოიპოვოთ. კონდეს განცდა თვისა ცოდვათა. ისე რომ აი ეს ყველაფერი ნამდვილად უდიდესი სასწაულია და ჩვენ განსაკუთრებულად დიდ ხუთშაბათს აღნიშნავთ ამ დღესასწაულს. ამ დღესვე ჩვენ ვიხილეთ დღეს ფერბანის წესი. ეს რაზე მიგვანიშნებს, რომ მართლაც სიმდაბლით მობრძანდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ის იშვა ბაგაში, გამოქვაბულში. მან ნათელიღო თავის შექმნილისაგან უდიდესი თანმდაბლობა. აი ამ სიმდაბლე გამოაჩინა ყოვლადწმინდა სამება. აი სიმდაბლეს რა შეუძლია? თანმდაბლობას რა შეუძლია? ყოვლადწმინდა სამება გამოჩნდა, მამა, ძე და სულიწმინდა. და ბოლოს სანამ ჯვარზე გააკრავდნენ, მან სერობის შემდეგ მან ფეხები დაბანა თავის მოწაფეებს და ეუბნებო, რომ ამას იქმოდეთო, თქვენ სასწავლიდეთო სხვას. თანმდაბლობა რა არის? ეს არის უნარი, რომელიც მიიღწევა მორჩილებით, რომ ღვთის ნება თანმდაბლობით გამოვლინდება. ღვთის ძალა თანმდაბლობაში არის. აი თქვენ წარმოიდგინეთ, სიმდაბლე იმდენად დიდი რამ არის, რომ ადამიანს არ განკითხავს თანმდაბალი ადამიანი. მას ყველა უყვარს. ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ხვდება, რატო ეშვება მასზე განსაცდელი. განსაცდელი ეშვება იმის გამო, რომ გულისხმის ყოფა უნდა ქონდეს, რომ ეს უფალმა იმიტომ დაუშვა, რომ არ ავიმაღლოთ თავი, არ გვეგონოს ჩვენზე დიდი წარმოდგენა, ვინა ვართ. და წმინდა მამები იმასაც კი გვასწავლიან, რომ შეიძლება აი ქალწული იყოს, სულელი ქალწული, როგორც აი 10 ქალწულთა შორის არიან ბრძენი და არიან სულელი. სულელი ქალწული, რომელიც მარტო ქალწულობით ტრაბახობს და ამოყობს, აი ამ დროს მასზე ეშვება ხორციელი ცოდვა, ან რუშობის, ან რაღაც ისეთი და დაცემა ხდება. იმიტომ რომ დაცემული, მონანული ურჩევნია უფალს, ვინმე ქალწული და ამპარტავანი. აი ეს არის მთელი ქრისტიანობა. ამას გვასწავლის დღევანდელი დღე. სიმდაბლე დაუშვებს უფალი შენ დაცემას, ჩათვალე რომ ყური აგიწია უფალმა და გეუბნება დამდაბლი, შენ არაფერს არ წარმოადგენს. თქვენ არ გეგონოთ, აი ამპარტავანი ადამიანი როცა გეუბნებათ რომ მიყვარხარო, ეს ატყუილი. იმიტომ რომ ამპარტავანი ადამიანს არ შეუძლია სიყვარული. სიყვარული შეუძლია მხოლოდ თავდაბალ ადამიანს. აი თავდაბალი ადამიანი რომ გეტყვის რომ მიყვარხარო, დაიჯერო რომ მართლა უყვარხარ. როცა ამპარტავანი გეუბნება მე შენი ერთგული ვარო, არ დაიჯეროთ. იმიტომ რომ ის ეშმაკი მისი ბაგეებით მეტყველებს. ვინცა ამპარტავანი იმას ეშმაკთან აქვს ურთიერთობა. თავდაბალი ადამიანი ყველაფერს მოიცავს, სიყვარულს, თავდადებას, ერთგულებას, არ განკითხვას. აი ეს ჩვენ თავში თუ აღმოვაჩინეთ, ჩვენ უნდა დავიწყოთ ჩვენი თავის გამოსწორება. ამპარტავანის ძა აქვს უფალს, არ უყვარს უფალს ამპარტავანი ადამიანი. უყვარს თავდაბალი, უბრალო ადამიანი. აი ახლა ყველაფერს ნებისმიერ მოვლენას თავისი გაანალიზება ჭირდება, რატომ მოხდა, რისთვის. ახლა გუშინ გარდაიცვალა ჩვენთან ერთ-ერთი ბერი, გერმანელი, 76 წლის ასაკში. შრომელი ადამიანი იყო, უბრალო ძალიან და ესე იგი არ უაუმტყოფებია. არ ჩავარდნილა და არ ყოფილა ესეთ მდგომარეობაში, რომ აი უკვე უნდა გავიდეს. ჩვეულებრივად ტრაპეზში მიდიოდა, ჩვეულებრივად ყველაფერს აკეთებდა და შევიდა ოთახში 3 საათის წინ ნახა ბერმა, მოინახულა, ცოცხალი იყო ნორმალურად, შეეკითხა ხო არაფერი გჭირდება, არაფერი და მერე რომ გავიდა 3 საათი, შევიდა გარდაცვლილი ნახა, თბილი იყო ისე. აი ღმერთი როგორ ყველაფერზე ფიქრობდა ზრუნავს. ეს ადამიანი რომ ჩავარდნილიყო, იქ მოვლელი არავინ არ იყო. შეიძლება ისე გარეგნულად მოევროთ, მაგრამ აი ამასაც კი ითვალისწინებს უფალი. და გაიყვანა უცბად. და საოცარი კიდე ის არის, რომ თავის სენაკში გარდაიცვალა ბერი. სამწუხაროდ აი ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ საავადმყოფოში მიყავთ უცბად, საავადმყოფოში არიან გარდაცვლილები.
როცა ბერი ხარ, შენ თლად უფალს უნდა დაუთმო შენი ცხოვრება. ცუდად გახდი, ესე იგი გასვლის პერიოდი გაქვს. ფიქრე იმაზე, რომ სული განიწმინდო და გამართლებული მიბრძანდე უფალთან. და არა იმისთვის, რომ შენ სიცოცხლე გაიხანგრძლივო. ამ დროს კიდე ამ გახანგრძლივების პერიოდში შენ გადიხარ საავადმყოფოში და შენი სული დამძიმებულია. მერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. დღევანდელი დღე განსაკუთრებული არის რუისისთვის. ამიტომ თუ დღეს ჩვენთან მოგზანდა უფლისწული გიორგი, მისი მამა დავითი. ეს სოფელი არის ცნობილი დავით აღმაშენებელთან არის დაკავშირებული, თქვენ იცით, დავით აღმაშენებელი ამ სოფელში გაიზარდა. მამაცაშვილებმა გაზარდეს. მამაცაშვილებმა და ეს არის ის ტაძარი, სადაც მეფეც ეკურთხა, ალექსანდრე მეფე. გიორგი მეორე ეკურთხა ამ ტაძარში. და ვიცით, რომ ალექსანდრე მეფე ამ ტაძარშია დაკრძალული. ისე რომ შემთხვევით არ ხდება ეს ყველაფერი და მადლობა უფალს. მე სულ ვამბობ, რომ ვისაც დედაღვთისმშობელი უყვარს, მას უყვარს ბაგრატიონები. იმიტომ რომ ისინი არიან ნათესავები. და ქართველი ადამიანი არ არსებობს, რომ ღვთისმშობლის ხატი არ ქონდეს ოჯახში. არ არსებობს ქართველ ადამიანს, რომ ყოვლადწინა ღვთისმშობელი არ უყვარდეს. ისე რომ ჩვენი მომავალი არის ნათელი. ჩვენ გვეყოლება კურთხეული მეფე. მეფე, რომელიც სული წმიდით განიბრძნობა და ძალიან დიდ საქმეებს მოიმოქმედებს მომავალი საქართველოსთვის. თქვენ არ გეგონოთ აი ამ ქაოსურ მსოფლიოში აღარ გვახსოვს ჩვენ სამეფო დინასტია ბაგრატიონთან. ჩვენ ყოველთვის ჩვენ მეხსიერებაში ყოველთვის იყო და არის და იქნება. იმიტომ რომ მეფე იქნება დამაბალანსებელი ერში, იქნება სიმშვიდის შემომტანი, იქნება ერთიანობის სიმბოლო ქართველი ერის. და მაშინ, როცა ჩვენ გვეყოლება ეს და მოხდება ეს მოვლენა და ჩვენ მოვესწრებით ამას, ნამდვილად ჩვენი ერი გაიხარებს. ნამდვილად ჩვენ ერზე და ეკლესიაზე დიდი მადლი წამოვა, დიდი საღვთო მადლი, რომელიც კიდე ერთხელ გამოაფხიზეთ ქართველ ერს და როგორც მე ხშირად ვამბობ ხოლმე, ლაზარე როგორც აღადგინა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, ასევე აღადგეს საქართველოს. ასევე მოხდება საქართველოს სულიერი გაბწინება. არის წინასწარმეტყველება კირილე ლავრიოტისის, ლავრის მონასტრის წევრი იყო ეს კირილე და აღმოსავლეთშიო საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნება დიდი იმპერიაო, სულიერი თვალსაზრისით ამ იმპერიას შექმნის მომავალი კურთხეული პატრიარქი და მომავალი კურთხეული მეფე. და მადლობა უფალს, რომ ყავს უკვე სახეზე უფლისწული და ღვთის ჩარევი და სულიწმიდის მადლით ჩვენც ალბათ ვიხილავთ სულ მალე მომავალ პატრიარქს. მერთმა ინებოს, რომ მათი ერთად ღვაწლით, ერთობლივი ღვაწლით საქართველო გამოვიდეს ამ ჭაობიდან, ამ რთული მდგომარეობიდან და საქართველო გახდეს ღვთივკურთხეული ერი, ღვთისაგან დალოცვილი და ღვთისაგან კურთხეული. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს მომავალი მეფე და მომავალი პატრიარქი. ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ჩვენ ვიცით, რომ ლოცვა დაიბეჭდა მომავალი პატრიარქის არჩევისთვის. ეს ლოცვა ვალდებული ხარ თითოეულმა თქვენთაგანმა ილოცოს და როგორც იქნება ღვთისნება, როგორც ღვთისათვის სასურველი და სასიკეთო იქნება, დაე ასე იყოს. აქ მიკერძოებულად ჩვენ ვიღაცისთვის არ უნდა ვილოცოთ, ვილოცოთ ზოგადად, რომ ღმერთმა გამოაჩინოს ის, ვინც საქართველოს გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან და ვინც საქართველოს სულიერად გააბწინებს. დალოცვი და გახარებული გავყოფოს უფალი. ეხლა დაგლოცოთ. გაგახაროთ. ეხლა დაგლოცოთ.